გზის გადაკეტვის ბრალდებით დღეს პროევროპული აქციების მონაწილეს გიორგი რომელაშვილს 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. საპროტესტო აქციის დროს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში 4 დღით გაუშვეს კიდევ ერთი აქტივისტი ილია ღლონტი. ბრალდების მხარე ილია ღლონტს 17 დეკემბერს გამართული აქციისას ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. გიორგი რომელაშვილს კი განათლების დასაცავად გამართულ მარშზე გზის გადაკეტვას. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. თუ ახლა თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე მაკარაძემ აი აქ 9 აპრილის მემორიალთან დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შემიფარდა. ამ ვიდეოს იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმეს თავი შევაცოდო. ჩემთვის ამ სიმბოლურ ადგილას დგომა შემთხვევითი არ არის. აქ ამ ადგილას, სადაც 1989 წელს თავისუფლების წყურვილმა ტანკების შიშს ძლია, მე ყველაზე მკვეთრად გრძნობ ჩემი ოჯახის მემკვიდრეობას. ეს ბიძაჩემის გზაა, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. ეს მამაჩემის გზაა, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ამ ფონზე იზოლატორში რამოდენიმე დღის გატარება ეს ყველაზე მცირედია, რაც ადამიანმა ქვეყნის თავისუფლებისთვის შეიძლება გააკეთოს. დღესვე აქტივისტი ნუცა მახარაძე სასამართლომ 4500 ლარით დააჯარემა. ის 14 იანვარს ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. ბრალდების მხარე მახარაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა. გადაწყვეტილება მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ მიიღო.